ბავშვობიდან მქონდა ახლომხედველობის და სიელმის პრობლემა და ამ პრობლემით ცხოვრობდი დიდი ხნის განმავლობაში. ამ პრობლემის მოგვარებას ვერ მოვაბი თავი, რადგან აფხაზეთიდან დევნილები ვართ ჩვენ და საცხოვრებელი პირობების შეცვლის გამო ბევრ პრობლემას გვერდზე ვწევდით და მათ შორის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობასაც. პირველადი მომართვისას მირიანს ჰქონდა ძალიან დაბალი მხედველობა, მაღალი ახლომხედველობის და ასტიგმატიზმის გამო. ასეთმა მხედველობამ გამოიწვია თვალის კაკლების სწორი მდებარეობის დარღვევა, ანუ სიელმის განვითარება. მხედველობის პრობლემა და სიელმე დისკომფორტს მიქმნიდა ადამიანებთან ურთიერთობაში. მათ შორის იყო ბევრჯერ კონცენტრაციის პრობლემაც შემინიშნია ჩემი თავისთვის. ეს დისკომფორტი დიდ კომპლექსი მიქმნიდა სკოლაში, უნივერსიტეტში. სულ ვჯდებოდი წინ იმისათვის, რომ დაფაზე წარწერები წამეკითხა და გამერჩია კარგად. პირველ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობის შემდეგ დაიგეგმა სიელმის ქირურგიული კორექცია. თვალის ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება მივიღე დღესაც, როდესაც დამიკავშირდა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც ჩემსა და კლინიკა ნიუ ჰოსპიტალს შორის შუამავლობა იკისრა და აქედან გამომდინარე ამ კლინიკის დახმარებით შევძელი მხედველობის აღდგენა. განისაზღვრა სიელმის კუთხე, შესაბამისი დოზირება და ჩატარდა ქირურგიული ჩარევა. მირიანს ჩავუტარეთ ორივე თვალზე თვალის მამოძრავებელი შიდა მომზიდავი კუნთების შესუსტების ოპერაცია შესაბამისი დოზირებით. ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობდა სტანდარტულად გართულებების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მირიანს ჰქონდა მხედველობის ბევრი პრობლემა, ჩვენთან ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ის არის ჯანმრთელი, კმაყოფილი, რადგანაც მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისაკენ. სიელმის ოპერაციის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, უფრო ლაღი და თავდაჯერებული ვარ. მინდა მადლობა გადაუხადო ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგებს და ოფთალმოქირურგებს, რომლებიც დამეხმარნენ მხედველობის აღდგენაში. ნიუ ჰოსპიტალსი თავისი კლინიკურ-ტექნიკური რესურსით, მაღალტექნოლოგიური და კომპიუტერული სადიაგნოსტიკო თუ ქირურგიული აპარატურით გვაძლევს საშუალებას პაციენტებს მომკურნალოთ მათზე მორგებული ინდივიდუალური სქემით, რაც თავისთავად წარმატებული შედეგის საწინდარია.